მეგობრებო, გამარჯობა. მადლობა. ანდრო ლაჩინანი გახლავთ დღეს ჩვენთან ერთად. ანდრო არის ფერეიდნელი ქართველი, გახლავთ იურისტი, უფლებადამცველი და დღევანდელ დღეს გვინდა ცხადია ვისაუბროთ ჩვენს რეგიონზე, ჩვენს ერთ-ერთ უახლოეს სამეზობლოში გამორჩეულ ქვეყანაზე ირანზე, რომლის სირგვლივაც ძალიან ბევრი პერიპეტიებია, ახლა ბევრი მოვლენების ვითარდება უშუალოდ ქვეყანაში და მის სირგვლივაც და ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა ამ თემაზე გვესაუბრა ადამიანთან, რომელიც ფესვები არის ორივე ქვეყანაში, სპარსეთშიც და საქართველოშიც, ის ფერეიდნელი ქართველია, როგორც აღნიშნეთ. და თან განათლებული ადამიანი, რომელსაც აქვს კარგი ცოდნა იმისა, თუ რა ხდება რეალურად მის ქვეყანაში და პულსზე, როგორც იტყვიან, ხელი უდევს. ანდრო, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და მოდი დავიწყოთ ჩვენი საუბარი იმით, თუ რა მდგომარეობა ახლა ირანში, ჩვენთვის რა თქმა უნდა საინტერესოა, იმიტომ რომ ეხება რეგიონს, იმიტომ რომ ეხება შეერთებული შტატების ძალების კონცენტრაციას, იქ ეხება მშვიდობიანი მოქალაქეების ბრუტალურად დარბევას, სროლას და მოკლას და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ეს არც თუ ისე შორეული სამეზობლოა და იქაური ამბები რა თქმა უნდა ძალიან ცხლად მოდის ხოლმე საქართველოში. კი ბატონო, დღესდღეობით საინტერესოა დღეს დაემთხო საინტერესო დღესთან დღეს არის ისლამური რევოლუციის დღე. 11 თებერვალს 1979 წელს შეიქმნა ისლამური რესპუბლიკა, დასრულდა ირანის სამეფო თახტი, შაჰანშაჰი და შეიქმნა ისლამური რესპუბლიკა. და დღესასწაულად ითვლება ხელისუფლების მხრიდან. დღესასწაულად რა ვიცი, ისე ზეიმი რაც ჩვენ ვფიქრობთ, არ არის სხვანაირად ხალხის გამოსვლა და ასე შემდეგ. დღესდღეობით, ამ დღევანდელ მდგომარეობით საპარასო აქციები თითქმის დასრულებული აღარ არის. უკმაყოფილების გამოხატვა კიდევ გრძელდება სოციალურ მედიაში, ინტერნეტში, მაგრამ ქუჩაში თითქმის არავინ აღარ გამოდის. მოვალში როგორ იქნება, ამას წინასწარ ვერ განსაზღვრავთ. სხვებთან დაკავშირებით ოფიციალური მონაცემები ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული 3127 ადამიანია. სხვა რიცხვებიც არის 12000, 37000, 36000. რა თქმა უნდა, სანამ გამოკვლევა არ ჩატარდება და ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ვერ მოხერხდება ესეთი, ვერ გოცოდინება, რომელი არის სწორი ციფრი. ჯერ ეს არის. როგორ ფიქრობ, ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად არის გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ თვითონ ხამეინი არ ჩანს ეკრანებზე, იყო თავიდან საუბარი, რომ ის გასული იყო თეირანიდანაც და აგერ რამდენიმე დღის წინ საჰაერო ძალების დღეზე, სადაც თვითონ უნდა ყოფილიყო მის ნაცვლად სხვა შეხვდა გენერლებს, ხო? კი, ესეთიც ინფორმაციაც არის გავრცელებული. დაახლოებით 1-2 კვირის წინ გამოვიდა საჯაროდ. მაგრამ სხვადასხვა მიზნების გამო, არა მხოლოდ ახლა აქციების გამო, იმიტომ რომ ირანი თითქმის არაოფიციალურ ომშიც იმყოფება ისრაელთან და ამერიკასთან. ახლა შეჩერებულ გაყინულ ომშია ისრაელთან და ამერიკასთანაც საკმარისი დიდი კონფლიქტი აქვს და იმიტომაც თხილად არიან, რა თქმა უნდა, ახლა ჩინოვნიკები და თანამდებობის პირები ყველა არ არის საჯაროდ არ გამოდიან. ზოგი ცხადდება, ზოგი არა. ანდრო, რითია გამოწვეული პროტესტი სპარსეთში? არა მარტო ახლანდელი პროტესტი, არამედ საერთოდ აი საპროტესტო ტალღები, რომელიც მოდის აგერ რამდენიმე წელია და თან
მოსდევს ხოლმე შლეიფად საბრძოლო მოქმედებები, ხან მაღალი ინტენსივობის, ხან დაბალი ინტენსივობის. რატომ ხდება რა არის პროტესტის მიზეზი? პირველი და მთავარი ეს არის, რომ ირანის ხელისუფლების და ხალხის შორის აზროვნება საერთო არ აქვთ. საერთოდ სხვა აზროვნება და სხვა დამოკიდებულება აქვთ ძირითადი მოსახლეობას და კიდევ საერთოდ სხვა აზროვნება და დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლებას და თავისი ხარდამჭერებს. სხვადასხვა სამყაროებში ცხოვრობენ. მართლა სხვადასხვა სამყაროებში ცხოვრობენ. ეს არა მხოლოდ ეს არის, რომ თქვათ, კი ბატონო, ძალაუფლების ან ფულის გამო, არა, მხოლოდ ეს კი არ არის. ნახეთ, ეს დაიწყება იდეოლოგიით. ანუ მსოფლმხედველობითი სხვაობაა. ხო, საერთოდ სხვანაირი ხელისუფლებას თავის ხარდამჭერებს, რომელიც ახლა რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით ნოლია, ყავს თავის ხარდამჭერებიც და ძირითადი მოსახლეობას სრულად განსხვავებული არიან ხედველობით სამყაროს მიმართ. ხელისუფლება თვლის, რომ დასავლეთი არის თავისი მტერი და ზოგადად აღმოსავლეთის მიმართაც ესე დიდად არ არის კარგ განწყობით თავიდან ისლამური რევოლუცია რომ მოვიდა, არც აღმოსავლეთი, არც დასავლეთი ეს იყო თავიანთი გამონათქვამი, მაგრამ აღმოსავლეთის მხრივ უფრო არის მიდრეკილი, ჩინეთის, რუსეთის. თვითონ ძირითადი მოსახლეობა პირიქით ფიქრობს. ძირითადი მოსახლეობას უფრო უნდა დასავლურ სამყაროში გაწევრება. უფრო უნდა რომ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა გქონდეს. ასევე ეკონომიური პრობლემები. ირანს აქვს დედამიწაზე არსებული რესურსებიდან, ბუნებრივი რესურსებიდან 12%. ანუ თლად რაც არსებობს დედამიწის ზურგზე ბუნებრივი რესურსის 12% არის ირანში. ეგ გახლავთ ნავთობი, გაზი, რკინა, სპილენძი, ოქრო და წესით ირანი უნდა იყოს ძალიან მდიდარი ქვეყანა. ზუსტად. ირანი უნდა იყოს ძალიან მდიდარი ქვეყანა. მაგრამ არ არის. GNP ანუ ერთი შიდა პროდუქტი ირანისა საქართველოსზე უფრო დაბლა. რაც ირანის ხალხისთვის საერთოდ მიუღებელია, ვერ იტანენ ამას. მე ხედავთ იმის, რომ ირანი არ არის გუშინდელ დაარსებული ქვეყანა. ბევრი ქვეყანა არის ახალი დაარსებული. 1000 წლებით აქვს განვითარების და სახელმწიფოებრიობის ისტორია. ირანი არის ერთ-ერთი უძველესი კულტურა და ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო. ამას უფრო ვერ იტანენ. ამის მიზეზი არის სანქციები და არა მხოლოდ სანქციები. სანქციები მხოლოდ ერთი მიზეზია. მეორე მიზეზი არის კორუფცია, მეორე მიზეზი არის ეს რომ ზუსტად მაგ განსხვავების გამო, ხედველობის განსხვავების გამო ბევრი ირანელმა დატოვა ქვეყანა. და ვინ დატოვა, ანუ ხალხის რომელი ნაწილმა დატოვა, იმას ვინ საშუალება ჰქონდა რომ დატოვოს. და რა თქმა უნდა, ამას გაყვება ფული, რომელიც იმას ჰქონდა, თავისი ფული გაიტანა ამერიკაში, კანადაში, ევროპაში, კიდევ საქართველოში მილიონობით და მილიარდით შეიძლება ჩამოტანილი ჰქონდეს ირანელებს ინვესტიცია საქართველოში, რომ შეძლონ აქ დარჩენ და აქ იცხოვრონ. ვინ დატოვა ქვეყანა, იმას თუ ფული არ ქონდა, ნიჭი ქონდა. ჩემი თაობის, ანუ მე ვარ დაბადებული 1993 წელს. იქაც ეროვნული გამოცდებია და ეროვნული გამოცდების, რა თქმა უნდა, ის ყველაზე კარგი ქულის მიღებები, ანუ ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდები გაზეთში აქვეყნებდნენ მაგ დროს, ახლა არ ვიცი ახლა ამ დროს როგორია და
შაშან იყო თუ შაშან წინ რაღაცას ვკითხულობდი, აი ჩემი ჩემთან ერთად ვინც ჩააბარა გამოცდები და ყველაზე კარგებს ათეულებს სამი სხვადასხვა ფაკულტეტში რო აბარებენ და 30 ადამიანი გამოდის, იმ 30 ადამიანიდან 28 ადამიანი აღარ იყო ირანში. ან ამერიკაში იყო, ან კანადაში, ან ევროპაში. ანუ მასობრივი გადინება ხდება, რასაც ხელს უწყობს რეჟიმიც, ხო? კი. ეს რა თქმა უნდა ცალსახად იმოქმედებს ეკონომიაზე. იმიტომ რომ შენ ყველაზე ნიჭიერი ხალხი როცა გადის და მის ნაცვლად სვამ რაღაცა ახლა ჩინოვნიკის შვილს ან ის ადამიანი რომელიც აზროვნებით შენაერად აზროვნებს მოხდება ესე. დაახლოებით 10 მილიონი ირანელი არის ქვეყნიდან გასული. ეს რამდენ ხანში? ბოლო 10 წელი? არა. ბოლო დაახლოებით 30 წელი. 30 წელი. ხო, ბოლო 30 წელი რა ვიყოთ. ბოლო 20 წელში ძალიან გახშით. ძალიან გამრავლდა ის ადამიანები. 10 მილიონი სამი საქართველოა. 10 მილიონი არის ირანის 15% დაახლოებით 15-12% მოსახლეობა. ძალიან დიდი რიცხვია. ეს თან ისინი ვინც საშუალება ჰქონდათ, რომ ეკონომიურად ანუ თავიანთი ინვესტიციით, ფულით ან თავიანთი ნიჭით განვითარონ ქვეყანა, წინ წაიყვანონ ქვეყანა. ეს ერთი და მეორე სანქციები. სანქციები არის ძალიან მძიმე დარტყმა ირანის ეკონომიაზე. თითქმის ახლა თავიდან ხო იყო სანქციები, მაგრამ ახლა თითქმის 20 წელია ძალიან მძიმე სანქციების ქვეშ არის ირანი. მათ შორის არის საერთაშორისო გადარიცხვების შეზღუდვა. შარშანდელ მონაცემებით 2025 წლის მონაცემებით საქართველოს და თურქეთს ჰქონდათ დაახლოებით $3 მილიარდ ეკონომიური ურთიერთობა. საქართველოს ირანს ჰქონდათ $300 მილიონი. ანუ 1/10. როცა ყველანი ვიცით, რომ ირანის ეკონომიური რესურსი თურქეთს უფრო მეტია. რატომ არის ესე? და ამაზე უფრო მეტი უფრო ვიცი. ეს დაზუსტებით, იმიტომ რომ მუშაობენ ირანელი და ქართველ ბიზნესმენებთან და ძალიან ხშირად მიწევს დელეგაციებს რომ გავყვე ირანში, ან იქიდან ჩამოსულებს რომ აქ დავეხმარო. ვიცი რომ მაგალითად ფხნილი, სარეცხის ფხნილი. ირანიდან ჩადის თურქეთში, იქ იფუთება, ან შეფუთვას უკეთებენ, ფასოვდება და საქართველოში შემოდის თურქული ფხნილის სახელით. ან წარმოება ნამდვილად სინამდვილეში ირანშია, მხოლოდ დაფასოვებულია თურქეთში. თუმცა სამშენებლო მასალები ირანიდან პირდაპირ შემოდის. სამშენებლო მასალებით ჩადის თურქეთში, შუშა ვიცი ირანიდან ჩადის თურქეთში და თურქული შუშა. მაგრამ მაგალითად მეტლახი კი, ესენი ჩამოდის, ხო ცნობილია პირდაპირ. ხო, ესენი ჩამოდის. ესენი ძალიან რთული პროცენტურად ჩამოდის, იმიტომ რომ პირდაპირ ვერ გადაურიცხავ ბიზნესმენს ვერ გადაურიცხავ თანხა. მაგალითად, ავიღოთ Carrefour-ი ან დიდი კომპანიებს, ამათ საშუალება არ აქვს ქეშით რო წავიდნენ და შეიწინონ. თუ ვიღაც ჩამოიტანს აქ, შეიძლება იქვითონ, მაგრამ ესე ქეშით რო გადაიტანონ. გადარიცხვა ხო სანქციების ქვეშ არის. ადრე იყო 50,000-ზე, მე მგონი არ ვიცი, ახლა რა აღარ არის საერთოდ, ანუ $1-საც ვერ გადარიცხავს საერთოდ. გათიშულია სოფლიო ეკონომიიდან. ხოლო ეს არ არის, ნახეთ, ირანს ყავს ძალიან დიდი განათლებული და ახალგაზრდა თაობა. ეს გახლავთ 30 მილიონზე მეტი ადამიანი, რომელსაც აქვს საკმარისად მაღალი დონის განათლება, საკმარისად მაღალი დონის გამოცდილება, მაგრამ რადგან დღევანდელ დღეს სოფლიო ეკონომია არის გაერთიანებული ეკონომია და თუ ამ გაერთიანებულ ეკონომიას ნაწილი არ იქნები, ვერ იარსებებ, ვერ განვითარდები, ვერ შემოსავლები ვერ გექნება. თუ მაგალითად ვთქვათ, რომ აი პროგრამისტი ხარ,
ძალიან ბევრი პროგრამისტი, კარგი პროგრამისტი ირანელია ამერიკაშიც ახლა და მაგალითად Piero Mediari არის eBay-ის დამფუძნებელი ირანელია. ძალიან ბევრი მაღალ თანამდებობაში ამ მაღალ ტექნოლოგიურ კომპანიებში ამერიკაში. ანდრო, მოდი ერთი წუთით დაბლა ჩავიდეს მაშინ კიდე. ანუ სანქციების მიზეზი რა იყო? ხო, ანუ ეს ბირთვული პროგრამა და ასე შემდეგ. ბირთვული პროგრამას მხოლოდ არ არის საუბარი. სანქციების მიზეზი ბირთვული პროგრამა ბევრი ქვეყანას აქვს. საუდი არაბეთსაც აქვს, მაგრამ არაერთი სანქციები არ მიდის მაგისთვის. ფარულია, ხო, ყველას ოფიციალურად არ აქვს, მაგრამ ფარულად აქვს. ბევრი ქვეყანას ბირთვული პროგრამა აქვს. ეს არის ირანის და დასავლეთის მიერ ხედველობების დაპირისპირების გამო. ნახეთ. ორი სხვადასხვა სამყაროა, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდებიან. მხოლოდ ბირთვulis გამო, მხოლოდ რაკეტის გამო. არა, ეს არ არის. ეს არის ორი სამყაროს დაპირისპირება. ეს აზროვნების სამყაროს. თუმცა ბირთვულსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ პირდაპირ ამბობენ, რომ ერთ-ერთ ქვეყანას გაანადგურებენ, როგორც კი ექნება და სხვა არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში მაგას არ ამბობს. არ ამბობს, ხო. ანუ ესეთია, რომ აზროვნება ქვეყანაზე არ არის საუბარი აქ, იმიტომ რომ მხოლოდ ირანში არ არის ეს აზროვნება, ერაყშიც არის ეს აზროვნება, ლიბანშიც არის, ფალესტინშიც არის, სხვადასხვა დაჯგუფების სახით გამოდის ეს აზროვნება, რომელიც არის დასავლურ სამყაროს მოპირისპირე აზროვნებას, რა თქმა უნდა, დასავლეთ სამყარო არ მიცემს არანაირ განვითარების უფლებას და არანაირ ახლა რა თქმა უნდა ბირთვული არახსოვთ მაგალითად საუბარიც არ არის. სანქციები აქედან მოდის. აი ამ ორი აზროვნების დაპირისპირებიდან გამოდის და ახლა ძალა მას მეტი აქვს და რა თქმა უნდა სანქციებს და ამასაც არანაკლები ძალა აქვს, ხო? ეკონომიურად. ეკონომიურად ჩრდილოვანი ფლოტი აქვს. თავისი ნავთობი გააქვს ჩუმად ახლა და ყიდის და მაგრამ თან ბევრი წელია და სანქციების ქვეშ ისწავლა ირანმა ცხოვრება. ანუ და ამ შემთხვევაში ირანი რა თქმა უნდა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ისწავლა სანქციების ქვეშ ცხოვრება, მაგრამ მას დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. კი, სანქციების ქვეშ ისწავლა ცხოვრება, მაგრამ ზუსტად აქ არის პრობლემა, რომ სანქციების ქვეშ შეგვიძლია კი გაქაჩო. აი, რაღაც მინიმალურზე იცხოვრო, მაგრამ ვერ გააგრძელებ ამას ნახევარი საუკუნე. და მსოფლმხედველობითი დაპირისპირება აქ ესე იგი როგორც შენ თავშივე აღნიშნავდი იმ ხალხს ვინც ხელისუფლებაშია და არა ხალხს რომელიც ცხოვრობს ხო? აი ზუსტად აქ არის პრობლემა. ნახეთ, ხალხის უკმაყოფილება არ არის გამოწეული აქედან, რომ სანქცირებული ვარ. აქედან არის უკმაყოფილო, რატომ ვარ სანქცირებული, როცა საერთოდ არ ვეთანხმები ამ ხედველობას. ანდრო, უნდა კითხო ესეთი რამ ამბობენ რომ სისტემა, მართლობის სისტემა, რომელიც ახლა სპარსეთშია, რაღაც თავისი დრო მოჭამაო საქართველოში ესე იტყვიან რა, ესეთი გამოთქმა არსებობს, რომ რაღაცა ცვლილებები არის აუცილებელი და როგორ ხედავ შენ ამას, იმიტომ რომ ამბობენ რომ ეს ფორმა შესაძლოა იყოს ბოლო ფორმა ამ ეტაპზე შესაძლოა რაღაც გარდამავალზე იყოს საუბარი ან ყოველ შემთხვევაში ბევრი მაინტერესებს შენ როგორ ფიქრობ, შენ როგორ ხედავ ამას, თვითონ სპარსეთში როგორ აღიქმება ეს თან რახანა ისეთი ფუნდამენტური განსხვავება და განხეთქილება არის ძალაუფლებაში მყოფებსა და ხალხს შორის აი ესეც თამაშობს თავის როლს. კი, რა თქმა უნდა. კი. არის ეს ნამდვილად ცვლილება არის ვერ გაიქცევა ამას, ამ ცვლილება არის აუცილებელი. შეიძლება. ეს შეიძლება იყოს შიდა რეფორმით, ამას წინას არ ვერ განსაზღვრავ, შეიძლება მართლა შიდა რეფორმი, იმიტომ რომ იმდენი მოხდეს, რომ დაგმაყოფილდეს მოსახლეობა და შეიძლება იყოს სრულად რევოლუციით შეცვლა ან უფრო ძიმედ მდგომარეობაში 4 ქვეყნის ძალების ჩარევით. ვერ ვიტყვი რომელი მოხდება, წინასწარ ვერც ერთს ვერ განსაზღვრავ,
იმიტომ რომ სხვადასხვა ძალებზე არის დამოკიდებული და სხვადასხვა შემთხვევებზე იმ თაობამ, რომელმაც რევოლუცია მოახდინა, თითქმის უკვე ძალიან დაბერებული. ასაკით არიან ყველაზე პატარა უკვე ყველაზე ახალგაზრდა 65 წლისა, ვინც რევოლუციის დროს იყო ახალგაზრდა. და რა თქმა უნდა, ამ აქედან გამომდინარე ახალი თაობა რომ მოდის, გინდაც მაგითი შვილებს, სხვანაირი აზროვნება აქვთ, სხვანაირი მიდგომა აქვთ სოფლიოსთან დაკავშირებით და შეიძლება აი გზა რომელიც ჩინეთმა ირჩია მაოს შემდეგ შეიძლება იმ გზაზე დადგენა, მაგალითად ეკონომიურად მიიღონ მონაწილეობა სოფლიოსთან, ჩვეულებრივ უკანა იყონ, მაგრამ დატოვონ ნაწილობრივად თავიანთი იდეოლოგია, ოღონდ თავიანთი გეოგრაფიის ჩარჩოში. ეს საერთაშორის გუშინ ვისმენდი ერთ-ერთი პარლამენტარების შორის, რომ ერთ-ერთი რამე რაც თავიდან ძალიან აგრესია გამოხატა სხვა ქვეყნებიდან, ეს იყო, რომ რევოლუცია რომ მოხდა, ზოგმა თქვა, რომ ეს რევოლუცია უნდა გავაქცელოთ სხვა ქვეყნებშიც. ირანი და ერაყის ომის ერთ-ერთი მიზეზიც იყო სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ერთი მიზეზი ესეც იყო. და საერთაშორის გუშინ უსმენდი ერთ-ერთი პარლამენტარს, რომ ეს შეცდომა იყო, არ უნდა დაგვეშალოს. შეიძლება ესეთი წაირჩიონ. შეიძლება საერთოდ შეიცვალოს, ან შეიძლება ერაყის ბედი ეწროს. ხო, აი მანდ მინდა გკითხო, იმ სცენარებში, რაზეც თქვენ საუბრობთ და რასაც ჩვენც ვადევნებთ, ასე ვთქვათ, გარე სამყაროში თვალს, ხო სხვადასხვა სცენარზე არის, მათ შორის ერაყის სცენარზე, მათ შორის სირიის სცენარზე. ხო, მათ შორის საუბარი არის იმაზე, რომ მაგალითად ჯარს გადაეცეს ხელისუფლება და რაღაცა ესეთი გარდამავალი ცვლილება მოხდეს და სხვადასხვა ბევრ სცენარზე არის. ყველაზე მისაღები რახან ამდენი საუბარი არის მათ შორის პარლამენტში ირანის ამ თემებზე რახან არის ეს საუბარი. რა არის ოპტიმალური გამოსავალი აი ამ შექმნილი ჩიხიდან? ყველაზე მისაღები არის დიდი რეფორმები. ყველაზე ნაკლებად მტკივნეული. იმიტომ რომ დანარჩენ ვარიანტები არის ყველაზე მტკივნეული. გინდათ სირიის ვარიანტი საშინელი. ირანში უფრო საშინელი იქნება, იმიტომ რომ ირანში ბევრი გამწარებული, ბევრი საერთაშორისო ძალებს აქვთ ინტერესები. სირიაში თითქმის არავის ჰქონდა ინტერესი. აი თვითონ რუსეთმაც მაგალითად რო ჩაირია, თვითონაც არ იცოდა რატომ არის ჩარეული. ძალიან კარგად იცოდა. ხო, ხმელთაშუა ზღვაზე ჰქონდა. ანუ კი, ის ბაზები იყო, მაგრამ იმდენად დიდი ინტერესი, ირანის შემთხვევაში ძალიან დიდი ინტერესია. ხო გითხარით, სოფლიოში არსებული 12% ბუნებრივი რესურსია. თითქმის ირანის ხელისუფლება, ანუ რომელი მხარეც რო იქნება, აკონტროლებს ახლო-აღმოსავლეთის მთელი ნავთობს, იმიტომ რომ მთელი ნავთობი უნდა გაიაროს ჰორმოზის სრუტეში. ხო, ყველამ უნდა იქიდან გაიაროს და რომელი მხარეც თუ ამერიკის მხარეს იქნება, ჩინეთს ძალიან მარტივად ჩარჩო. მაგიტომ მაინტერესებს და მაგიტომ გისვამთ თქვენ ამ კითხვას, რომ თქვენი ხედვა ირანიდან დავარქვათ ამას, ხო? ანუ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი რა შეიძლება იყოს და თუ კი ეს გარდამავალი პერიოდში დაიწყო რეფორმები, ვინ უნდა იყოს რეფორმების გატარების გარანტი თქვენი აზრით? ეს ძალიან რთულია რო გითხრათ. მართლა არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც ეს რეფორმები ჩაატაროს, იმედი იყო, რომ პრეზიდენტი ამას გააკეთებს, ახალი პრეზიდენტი მასუդ პეზეშკიანი, მაგრამ არ ვიცი.
შელებაც გააკეთოს. დამოკიდებულია ძალიან თვითონში და ძალების თამაშზე, დამოკიდებულია იმაზე, რომ მომავალ 1-2 წელში ვინ ცოცხალი იქნება. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგიერთ ის ადამიანები, რომელიც ეს რეფორმების მოთხოვნა გუშინ კი არ გაჩნდა ირანში. ჩემი თითქმის ბავშვობიდან ანუ საშუალო სკოლაში რო ვიყავი, მაგ დროს დაიწყო ეს რეფორმების მოთხოვნა. ჯერ პრეზიდენტ ხათამის დროს იყო დაიწყო, მაგ დროს ვიყავით ახალგაზრდები ვიყავით, ხათამის ხადამჭერები ვიყავით, მე გაგრძელდა სტუდენტების გამოსვლები იყო, ეს არის 2000-იანებში დაახლოებით დასაწყისში. მე იყო 2009 წელს წვანე დროშებით რო გამოვედით, მაგ დროს მე ირანში ვიყავი, მე ჩამოვედი საქართველოში 2009. მაგ დროს უბრალოდ მაგ წელს მე ჩამოვედი საქართველოში. რო ფიქრობდნენ, რომ შეიძლება ფერადი რევოლუცია გავსი რაც საქართველოში მოხდა, იქაც მოხდეს. ანუ ვარდების რევოლუციაზე ვაქვს საუბარი. და ასე შემდეგ. ეს რეფორმის მოთხოვნა წლები არსებობს და ამის წინააღმდეგი არის ელიტა, რომელიც ისლამურ რევოლუციაში ჰქონდა დიდი წილი. მაგრამ ის ელიტა უკვე ასაკით ძალიან ბერი, ხო, დიდი ასაკით არიან. მაგალითად, აიათოლა ჯანათი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აკონტროლებს თითქმის ყველა კანონს, ანუ პარლამენტი კანონს რო დამტკიცებს, მე იმ საბჭომაც უნდა დაამტკიცოს და აიათოლა ჯანათი თითქმის 100 წლისა. და ახლა ეს რავი, სამყაროს ბოლომდე ცოცხალი არ იქნება. ანუ მივიდეთ და აი აქ მინდა კიდე ერთი ესეთი გარდამავალი კითხვა დაგისვა. ამ ხალხს საბჭოს თვითონ ხამენის და სხვებს, ვის ხელშიც არის ძალაუფლება, არ ჩანს მაგალითად უკან გადადგმის ნაბიჯის სურვილი. არა. ანუ ბოლომდე უნდათ რომ შეინ და როცა დადგება ის დღე, როცა ფიზიკურად აღარ იქნებიან, აი ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი ხო ჩამოიშლება. აი იქ ვინ შეიძლება იყოს იმისი გარანტი, რომ უბრალოდ არ მოხდეს სირია, არ მოხდეს ერაყი ვიღაცამ თოფი არა იყოს ხელში არის როლოს სადღაც ვიღაცა არ დააზიანოს და ნუ ასე შემდეგ. ხო, ეს ზუსტად არის ამისი კითხვა, რომ ვინ იქნება. ანუ თითქმის ამჟამად არც ერთი მხარეს არ აქვს ამისი ძალა. ანუ იმას ვისაც ამის ძალა აქვს, სურვილი არ აქვს რეფორმებისა და იმას ვინც ამისი სურვილი აქვს, იმის ძალა არ აქვს. კი, მთავრობაში არიან ადამიანები, საგარეო საქმეთა მინისტრი მაგალითად, ცოტა უფრო განათლებული ადამიანი, ან თვითონ პრეზიდენტიც ცოტა ისეთი ადამიანია, რომ შეიძლება რომ იფიქროს, რომ რეფორმები, მაგრამ რამდენად ამას მოახერხებს, ეს არ ვიცით. ანუ უახლოეს პერიოდში ჩვენ ესეთ მომავალში რო გავიხედოთ, ხედავთ რაღაცა ძალიან турბულენტურ სპარსეთს, სადაც ბევრი რყევა იქნება, მანამ სანამ არ ჩამოყალიბდება რაღაცა ისეთი ხელისუფალი, რომელიც რეფორმებს გაატარებს და ხალხის ინტერესებს დაიწყებს. კი, იმიტომ რომ ეს ბოლო 10 წელიწადში უკვე მეოთხე გამოსვლა, მეოთხე მასშტაბური გამოსვლა. რა თქმა უნდა, ეს კიდევაც იქნება. უნდა გკითხო შახსეც და მის თავმომავლობაზე და მის თვითონ ფეხებს, რომელიც ახლა ძალიან აქტიურია და გარედან მოუწოდებს რაღაც მოწოდებები და რაღაც. როგორ აღიქმება ის თვითონ სპარსეთში? როგორია დაუშვათ აქვს თუ არა მხარდაჭერა ისეთი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ? ნახეთ და არის თუ არა შესაძლებელი, რომ აი უნდა დაუბრუნდეს ისევ რაღაც სამეფო დინასტია დაბრუნდეს, თუ ეს უნდა იყოს რაღაცა გარდამავალი აბსოლუტურად განსხვავებული მმართველობა. აი მათ შორის როგორც სამართლის სპეციალისტი და როგორც სპარსელს ისეც გეკითხებით. ხო, ნახეთ
ერთი კიდევ აი რამ გამოიწია მაგალითად აი ახალგაზრდა რო ვიყავი საერთოდ როგორ თქვა მაგ დროს სტუდენტი რო ვიყავი როგორ გასანება შაჰიდა მისი შვილი შეიძლება დაქციო უნივერსიტეტში მაგრამ ეხლა ახალგაზრდობაში საკმარისად ხარდამჭერი ყავს რამდენად მოახერხებს ეს ადამიანი კითხვის ნიშნის ქვეშ არის ახლა ვერ ვიტყვი რომ თვითონ მარტო ვერ მოახერხებს ამას ანუ თვითონ არ აქვს იმდენი ძალა ხარდამჭერი ყავს ამას ვერ უარყოფთ მაგრამ არ აქვს იმდენი ძალა მიუხედავად იმის რომ რაც მოხდა ბოლო დღეებში თუ ხარს დაუჭერენ სოფლიოში არსებული ძალები მაგ დროს კი მაგრამ თვითონ როგორც ხალხად მოვიდეს და დამოუკიდებულად რაღაცა გააკეთოს მაშინ კითხვა კიდე ასეთი ეს ყველაფერი დგას ხიშტებზე ანუ ძალაზე ხო ანუ სპარსეთი დგას ახლა ძალაზე ზუსტად უკვე მისულია იმ დონემდე რომ აქ არის გადამწყვეტი ძალა აი აქ რა როლი აქვს რევოლუციურ გუშაკთა კორპუსს ბასიჯებს და სხვა ძალოვანებს ანუ ვიზეთს დგას დღევანდელი რეჟიმი ამათ თითქმის რეჟიმი არის რევოლუციუს ანუ ეს აიათოლაები ანუ თვითონ რაც არის როგორც მთავრობა როგორც ხელისუფლება არის ისლამური რევოლუციის დაცვის სპეცსამსახურის ოფიციალური სახე იმიტომ ძალა თლიანი ძალა ის არის იმიტომ რომ რა მოხდა ამაში გეტყვით დაახლოებით 30 წლის უკან მაგ დროს იყო აიათოლა ჰაშემი რაფსანჯანი გარდაიცვალა პრეზიდენტი იყო ამ აიათოლა ჰაშემი რაფსანჯანიმ ეს ამ მუშაკთა ბანაკს მიცა მისი უფლება რომ ეკონომიურ საქმიანობას გახორციელოს რაც თითქმის არც ერთი ქვეყანაში არ ხდება ძალიან დიდი შეცდომა ჩემი აზრით რომ შეერაგებულ ძალას მიცა მის უფლება რომ ეკონომიურ საქმიანობაშიც ჩაირევოს გუშაგებზე არის საუბარი კი ეკონომიურ საქმიანობაში როცა ჩაირეს ამათ აიღეს ეკონომიის ძალიან დიდი ნაწილი ანუ ფულზე კონტროლი ძალიან დიდი გავლენა აქვს და რა თქმა უნდა როცა ამხელა ეკონომია თითქმის ირანის ნახევარ ეკონომია უკავიათ და როცა ამხელა ეკონომიურ ძალა აქვს პოლიტიკურ ინტერესებიც გაგიჩნდება ახლა ამჟამად რაც არის ირანში არის ზუსტად მაგ მუშაკთა კორპუსის დაჯგუფების ოფიციალური სახე თავიდან ამ პოლიტიკოსებმა მისცეს ამაგათ რომ გააქვთ უფლება ეკონომიაში და პოლიტიკაში მაგრამ ახლა იმხელა ძალა აქვთ რომ თვითონ ეგენი იმითგან იღებენ ნებართვას რომ აი გავაკეთოთ თუ არ გავაკეთოთ და მაშინ ეგეთი კითხვა თუ კი ეს სახე ანუ ფიზიკურად აღარ იქნება ხო ანუ დაბერდა და ნუ ასე შემდეგ და იქ დღეს აღარ იქნება ეს ხალხი ხო არსად არ მიდის ხო ანუ ეკონომიკური ძალაუფლება მათ ხელშია ხიშტები და თოფები მათ ხელშია სპეცსამსახურები მათ ხელშია ბასიჯები მათ ხელშია მაშინ როგორ უნდა მოხდეს რაღაცა ცვლილება ხო გითხარით უკვე ძალას რა საუბარი ანუ ცვლილება ან თვითონ ამის სურვილს გამოხატავენ ნახეთ ეკონომიაში რო ჩაირევა ადამიანი შეიძლება ეკონომია მას იცის რომ ნელ-ნელა ამ იმ იდეოლოგიიდან უკან დაიხევ შენ თვითონ იმიტომ რომ ხედავ ფულის ამბავს იმიტომ რომ ინტერესები გაგიჩნდება და განვითარების სურვილს ნელ-ნელა შენ თვითონ გეკნება ეს შეიძლება მოხდეს ანუ თვითონ მაგათმა რომ განვითარების სურვილი გამოხატონ ეს ერთი ვარიანტია და მეორე არის რა თქმა უნდა გარეთ გარე და შიდა ძალა ერთად ამათ წინააღმდეგ ხო ну რაც საკმაოდ რთული საკმაოდ ტკინაული იქნება 1000-ობით ადამიანი დაიღუპება 1000-ობით კი არა შეიძლება 100,000 ადამიანი დაიღუპოს
ხო, ძალიან მძიმე არის ამის მოსმენა, რა თქმა უნდა. მე ერთი ასეთი კითხვა მაქვს კიდე. როგორც აი რეგიონული ძალა ირანი, როგორც ძირძველი სახელმწიფო, ძალიან დიდი განვითარების კულტურის და ასე შემდეგ. ხალხში თვითონ რიგით სპარსელებში მაგალითად რა განცდას იწვევდა აი ის რაღაცა ძალისმიერი მცდელობები, რომელიც აი იგივე აი ამ გუშაკთა корпуს და სხვებს ჰქონდათ იგივე ერაყის წინააღმდეგ, ან იგივე მაგალითად აი ჰეზბოლა ჰამასთან რაღაცა ურთიერთობა. ეს ხო ეს ინფორმაცია ხო მოდიოდა არა რაღაცეები, ხო? ანუ ის ტერორისტული აქტები რაც ხდებოდა გარეთ და ასე შემდეგ. თვითონ აი რიგით სპარსელებში როგორ აღიქმებოდა ეს? ნახეთ თუ რა თქმა უნდა ძალიან ისეთი კითხვა არ არის რა, თუ შეიძლება რომ ამაზე ვისაუბროთ, ხო? ხო, უნდა ეს გავყოთ პერიოდების შორის, ანუ ამ 50 წელში რევოლუციის შემდეგ ეს კი არ იყო რომ ხალხი პირველ დღიდან იყო წინააღმდეგი. არა. ნელ-ნელა ეს შეიცვალა ეს აზროვნება. შეიცვალა მარტო ხელისუფლების მიმართ კი არა, სხვა და სხვა კუთხით. მაგალითად აი ჰიჯაბზე რო ვთქვათ. 90-იანებში მე უკვე მოზარდი ვიყავი და უკვე ხედავდი დაიწყო ნელ-ნელა ჩემი მოზარდობის პერიოდში ნელ-ნელა მაგ დრომდე ჩადრებს ატარებდნენ სახეს არ იფარავს არც ერთი ირანელი სახეს ესე ძალიან ხშირად კითხვა არის საქართველოში რომ სახეს არა ეს ირანელები სახეს არ იფარავენ მაგრამ შავი ჩადრებით დადიოდნენ ან მაყნას ეცახიან ვინც რა იყო რა იქიან საჯარო მოხელე ან მოშაკი იყო მაგნეთ დადიოდა დაახლოებით ჩვენი მონასტრებში დედავები როგორც იცნობენ აი ეს იყო მიღებული წესი ნელ-ნელა დაიწყო რომ თმები გამოაჩინა ნელ-ნელა სხვადასხვა შავითთან შავს იცნობდნენ და ნელ-ნელა ფერადი რო ჩაიცვან გუგები აი წამოვიდა და ეხლა მე გაზაფხულს ვიყავი წინა გაზაფხულში თეირანში ვიყავი თითქმის არავის ჰქონდა ჰიჯაბი. ანუ ეს ცვლილება ეს მხოლოდ ჰიჯაბზე რო ვთქვი, არა მხოლოდ ჰიჯაბზე, დანარჩენ საკითხებზე დამოკიდებულება შეიცვალა ამ 50 წელში ნელ-ნელა. 80-იანებში ირანში იყო ესეთი დამოკიდებულება, რომ ხელისუფლებამ უნდა მართოს ქვეყანა. ეკონომია. მაგ დროს იყო კუპონები, აი ზუსტად კუპონები იქ ირანშიც იყო, ზუსტად მახსოვს, მქონდა, ამ ხელა ფურცელი იყო, აძლევდი მაღაზიას და მაგალითად მაძლევდა შაქარს, ბრინჯს. რა ვიცი, კათამს, ნავთს, საწვავს, მაგ დროს გაზი არ იყო ქალაქებში, ეხლა კი თითქმის ყველა ქალაქში გაზი არის, მაგრამ მაგ დროს არ იყო. და ეხლა ის თვითონ ხალხის მოთხოვნა იყო ისეთ ეკონომიის მიმართ დამოკიდებულება. მაგრამ ეხლა პირიქით არის, ანუ თითქმის ყველა ხალხის ყველა ძირითადი ნაწილი 90% საერთოდ არ ითხოვს აი ამ სოციალური მიდგომას ეკონომიაზე, თავისუფალ ბაზარზე ხარდამჭერი არის. ეს ნელ-ნელა შეიცვალა, ერთი დღეში კი არ შეიცვალა. ნელ-ნელა გადმოვიდა ხალხი ამ აზროვნებაზე. გინდა ეკონომიაზე, გინდა რელიგიაზე. ახლა იმ ოდიდგანვე ვაჭრობით იყოს ცნობილი სპარსეთი. რელიგიაზეც მაგალითად, ზუსტად მახსოვს ახლა ჩემი მოზარდობის პერიოდში ეს იყო, რომ აუ ეს ლოცვაზე არ მოდის ეს ახალგაზრდა ხელიდან გავიდა და ეხლა არავინ ლოცულობს. ნახეთ როგორ შეიცვალა თვითონ საზოგადოებამ შეიცვალა. 80-იანებში ომი რო იყო ერაყთან, ისიცლებოდა ეროვნული ომი. აი 20 წლის უკანამდე, 2000-ს დასაწყისამდეც
ჰეზბოლას ჰქონდა ხარდამჭერა თვითონ მოსახლეობაშიც. თლიდნენ რომ ეგენი არიან ჩვენი ერთმორწმუნეები და უნდა ხარი დავჭიროთ. და ეხლა აგინებენ. ეს ნელ-ნელა შეიცვალა. ხო, ძალიან საინტერესოა. ეს ამბავი ნამდვილად რა, მე ჩემი სურვილიც არის რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ისე დასრულდეს როგორც ირანელ ხალხს სურს და ეს ცვლილებები ვნახეთ ჩვენ ახლა ისტორიულადაც როგორ შახის დრომდეც, შახის დროსაც და მერეც და ნუ ეს უკმაყოფილოების ტალღები და ნუ ასე შემდეგ მუდმივად არის და ამას ვაკვირდებით. ანდრო, რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა შენი დროისთვის და შენი საუბრისთვის. ვფიქრობ ეს საინტერესო არის ცალსახად და თუ შენი სურვილიც იქნება, ჩვენ კიდე შევხვდებით ამავე ფორმატში და გავაგრძელებთ საუბარს. მადლობა. მადლობა დიდი.